120 ადამიანი მაინც ამყავ გაფანტული სკლეროზიანი განკურნებული. და სიმსივნეებზე კიდე ძალიან ბევრი. არა ვშვენი არ ონკოლოგიას არა ვშვენი არა. იმედ გადაწურული ვიყავი რა. მაგრამ აი ამ კაცის ოჯახი არ შენოს ღმერთმა, მაგრამ ნახდათ აი მაგ კურნალობით დავდექი ფეხს. ეს ადამიანი არის თაღლითი, მათ ხო არა აფერისტი. შეკაიკაცო, პანკრეასის ჯიყვალი თუ იყო მარტო და მარტო იმას შველი, ეს არ არის ნახცენები, რატომ მომყიდე, რატომ მომატყუე, რატომ მომეცეცა. არა, მარტო გამოდიხარ, გოგონა, დაანებეთ თავი, თორე არ მერჩევთ არაფერი იყენო. აციერდოს მაუსკირეთ. არაფერი, ისე მომჭრია და ისე გამომჭრია. არ გიდე მაუსკირეთ პაციენტებს. არ ვიცი არავითარი ინტერვიუ დააკრა. რომ ჩხობ რა, რომ ჩხობ ბატონო. ყველაფერი ნათელი იქნება ეხლა რა. არა, დასრულდა. არა, დასრულდა. ვერ მიიღებთ ინტერვიუ, დავათავე. პაციენტები, ჩვენ მოგდადით პაციენტების ხალხასწრება. შეგიძლიათ დამტოვოთ დარბაზის წაკო. იმაილა პარაკები გემუგარები. Kolakar provokatori გაიყვანეთ ეს. ეს არის ლიცენზირებული მეცხრე დინჩარით უკვე. სირცხვილია. აგერაგა ლიცენზია და ხელიდან დაავიწყებული. აი ლიცენზირებული. არა ბატონო. არა შეიძლება ინტერვიუ გაჩენდი რა. შეიძლება ინტერვიუ. არა ვშვენი არ ონკოლოგიას არა ვშვენი არა. ესე იერიან მოსულები. ჩვენ ახლა იერიშზე მოსულები. გაჩერდი, გამიჩერდი. არ შეიძლება გაჩერდი, არ შეიძლება რომ გაჩერდი. Яйсня, что вы там говорите, вот мои анализы. Я аферистი არა ვარ. მე მინდა ხალხისთვის ეს წამალი. მოგესალმებით. რით დასრულდება სკანდალი დომენტი გაგნიძის გარშემო. თქვენ ახლა ნახეთ კადრები, რომელიც სახალხო მკურნალის პრესკონფერენციაზეა გადაღებული. კურნავს თუ არა დომენტოლი და გაგენოლი უმძიმეს, მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებებს. როგორ გაიცა ლიცენზია და ვინ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის გაცემის შემდეგ, თუ რა ინტერპრეტაციით გაიყიდება პრეპარატები და იყიდებოდა თუ არა საერთოდ ეს პრეპარატები ლიცენზიის გაცემამდეც. არიან ადამიანები, რომლებიც დომენტი გაგნიძეს ბრალსდებენ, რომ მისმა წამლებმა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესა. არიან ისინიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სახალხო მკურნალის მედიკამენტებმა უმძიმესი დაავადებებისგან განკურნა. დღეს ჩვენ, ისევე როგორც ამ თემაზე მომზადებულ წინა გადაცემაში, კიდევ ერთხელ მოვიწვიეთ სტუმრად ცნობილი და გამოცდილი ექიმები, რათა თქვენ იცოდეთ მათი აზრი დომენტი გაგნიძის მკურნალობაზე. გადაცემაში მოისმენთ თავად დომენტი გაგნიძის პოზიციას, მოусმენთ პაციენტების ორივე ნაწილს. მაშასე, ვინ არის დომენტი? ვინც ჩვენ წინააღმდეგ გამოდის, მისი ქმედება უფლის წინააღმდეგ გამოსვლის ტოლფასია. დომენტი გაგნიძე. დომენტი გაგნიძემ მცენარეებით მომზადებული პრეპარატები დომენტოლი და გაგენოლი 2010 წლის 13 სექტემბერს დაარეგისტრირა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გაგნიძის პრეპარატებს ლიცენზია მიანიჭა როგორც იმუნოსტიმულატორს, მაგრამ მალე პრესაში, მაღალტირაჟიან გამოცემებში გაჩნდა სტატიები ხმაურიანი სათაურით, რომ საქართველოში გამოიგონეს კიბოს წამალი. ამ პუბლიკაციებში დომენტი გაგნიძე ამტკიცებდა, რომ დომენტოლითა და გაგენოლით უმძიმეს დაავადებებს არჩენს. ვერც ერთი სხვა პრეპარატი ვერ სპობს კიბოს მეტასტაზებს. ეს სპობს და ვერც ერთი ადამიანი ამას ვერ დაუდგება წინ. კიბოს კურნავს სრულებით პირველ და მესამე სტადიაში. მეოთხე სტადიაში არ ვიცი. არჩენს ძუძუს, ფილტვების, კუჭნაწლავისა და სხვა სიმსივნურ დაავადებებს. გაფანტულ სკლეროზს, სისხლის გათეთრებას, ღვიძლის ცეროს, პირველ მეორე სტადიაში. C ჰეპატიტს, ნარკომანიას და ასე შემდეგ. ძალიან კარგია პანკრეასის ჯირკვალზე და დიაბეტზე. ამის შემდეგ საკითხით უფრო მეტად დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ დომენტი გაგნიძე უშვებს საკუთარ გაზეთსაც. პირველ გვერდზე ასეთი სათაურია გამოტანილი: გადატრიალება მსოფლიო მედიცინაში და მოთხრობილია დომენტოლისა და გაგენოლის შესახებ. დომენტი გაგნიძის მიერ შემუშავებული ფორმულა შველის ყველას. ყველაზე მთავარი, რასაც დომენტი გაგნიძის პრეპარატი აკეთებს, უმძიმესი დაავადებების, მათ შორის კიბოს განკურნების პარალელურად, ეს არის თითოეულ ადამიანში სიცოცხლის საშუალო ასაკის გახანძლივება 100 წლამდე. ამ ფურცლებზე ვერსად ნახავთ პროფესიონალი ექიმების მოსაზრებებს. ამიტომ ჩვენ საქმეში ონკოლოგების ჩართვა გადავწყვიტეთ. გაგნიძე ამტკიცებდა, რომ მას 800,000-ზე მეტი პაციენტი ჰყავდა.
ეს გრძელი რიგი 2010 წლის ოქტომბერშია გადაღებული. თბილისსა და თელავში სახალხო მკურნალის ოფისებში დომენტოლისა და გაგენოლის მისაღებად ასობით ადამიანი საათობით იცდიდა. ამის შემდეგ გადაცემის დროს სტუდიაში სახალხო მკურნალთან ერთად რა თქმა უნდა ცნობილი ონკოლოგები მოვიწვიეთ და აზრის გამოთქმის საშუალება მივეცით. გამოცდილი ექიმები ჩვენს ეთერში მოსახლეობას ამ პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. ონკოლოგებმა ჩვენს ეთერში გაგნიძესაც რამდენჯერმე მიმართეს. მე ამიტომზე ურჩევდი რომ არ მიიღოს, სანამ არ იქნება საბოლოოდ მტკიცებულებები იმის შესახებ რომ ეს საბალი ეფექტურია. ბატონ დომენტის თვითონ თავის პრეპარატში არ უწერია რომ ის კიბოს არჩენს. ჩვენებაში არ უწერია. და ესე ხელახებით რომ კიბოს ვარჩენ ღმერთმა ქნას, მაგრამ ეს ძალიან პრეტენზიული განცხადებაა ბატონებო. ბატონო დომენტი, მე ძალიან გთხოვთ რომ თქვენ განცხადებების გაიაზროთ ბოლომდე ის პასუხისგებლობა თუ თქვენ რას იცახით. ამის უკან დგას პაციენტები, რომელიც გაჭირვებულია, რომელიც ძალიან დიდი ბრძოლის წინ გზაზე დგას. მოწინააღმდეგეები დომენტი გაგნიძეს დღეს იმაში ადანაშაულებენ, რომ ლიცენზია აღებული აქვს როგორც კომბინირებულ პრეპარატზე, მაგრამ ამტკიცებს, რომ სიმსივნეს, გაფანტულ სკლეროზსა და სხვა უმძიმეს დაავადებებს კურნავს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, კანონმდებლობის მიხედვით სახალხო მკურნალს ლიცენზიის გარეშე შეეძლო თავისი პრეპარატების გაყიდვა, მაგრამ ლიცენზიის თემა მის კოლექტივში დიდ გაღიზიანებას იწვევს. ეს არის ლიცენზირებული ბესკოთი ხარით უკვე. სირჩმენია, აგერაგა ლიცენზია და აი ლიცენზირებული. არა ბატონო, არა ბატონო. შენ არიცით ეს კადრები იმ პრესკონფერენციაზეა გადაღებული, რომელიც დომენტი გაგნიძემ რამდენიმე დღის წინ მოაწყო. საბოლოოდ ყველაფერი დაპირისპირებასა და აურძაურში გადაიზარდა. პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, რომ დომენტი გაგნიძემ და მისმა თანამშრომლებმა პოზიცია რამდენჯერმე შეცვალეს. არავშვენი არ ონკოლოგიას არავშვენი არა. მე 120 ადამიანი მაინც ამყავ გაფანტული სკლეროზიანი განკურნებული და სიმსივნეებზე კიდე ძალიან ბევრი. ჩვენ კურნალობთ სიმსივნეს პირველ და მეორე სტადიაში. ვინ გეუბნებათ რომ სიმსივნეს კურნავს? დომენტი გაგნიძეს ყოფილი პაციენტები აფერისტს უწოდებენ. ერთ-ერთი ასეთი იაკობ ბოსტაღანაშვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ დომენტი გაგნიძემ ლოგინს მიაჯაჭვა. შეკაიკაცო, პანკრეასის ჯიყვალი თუ იყო მარტო და მარტო იმას შველი, ეს არ არის იქ ნახსენები, რატომ მომყიდე, რატომ მომატყუე, რატომ მომეცის სამალი. ეს ადამიანი არის თაღლითი, მატყუარა, აფერისტი და ფულის აი რაღაცა ესეთი ვიღაცა ანაფორიანი კაცი დაინახა კაცმა სადღაც და იმითი იმას შვება აკეთებს წამლებს. რაღაც წამლებს, ვითომდაც წამლებს და აკეთებს და აძლევს ხალხს და წამლავს ხალხს. ბოსტაღანაშვილმა კისრის არეში გადიდებულ ლიმფურ ჯირკვლებზე სამკურნალოდ სახალხო მკურნალ დომენტი გაგნიძეს აგვისტოში მიაკითხა და მკურნალობისთვის 400 ლარიც გადაუხადა. ინექციის პირველივე კურსის ჩატარების შემდეგ ორ კვირაში ხელფეხი გაუშეშდა და დღეს გადაადგილება არ შეუძლია. იაკობ ბოსტაღანაშვილმა მხოლოდ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა მედიასთან ურთიერთობა. მიღების შემდეგ დამეწყო ტკივილები კისრის არეში, ჯერ კისრის არეში და ცოტა მხრებში, აი ტკივილები როგორი, აი დაჭიმულობის სახით და იმის აი დაბუჟილების, აი ეგეთი რაღაც სახით, აი რომ დაგეჭიმება ძარღვები და აი რომ ვერატრიალებ კისერს რა, ესეთი ისინი მქონდა. და მე მეორე ის რო ავიღეთ კიდე 2 ცალი, იმან საერთოდ მერე მთლიანი აი მხრები სულ საერთოდ გამითიშა. ბოსტაღანაშვილის მსგავსად სახალხო მკურნალს სხვებიც ადანაშაულებენ. პაციენტების ახლობლები და ნათესავები ამბობენ, რომ სანამ ონკოლოგების აზრს მოისმენდნენ, მათი ოჯახის წევრებს მკურნალობის კურსი უკვე ჩატარებული ჰქონდათ. ისინი ამტკიცებენ, რომ დომენტოლისა და გაგენოლის მიღების შემდეგ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. მატანზე თქვა, რომ მატნელები მე განკურნეო, რამოდენიმე ავანპყოფი, მაგრამ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. მე ახლა მატანზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, მე პირადად დავარ მატნელი და თითქმის მთელ სოფელს ვიცნობ. ნუ ახლა ჩემი ბიძაშვილის მძახანმა მიიღო მაგის პრეპარატი მოკლე ხანში გარდაიცვალა კიდევ.
სხვაც იყო ჩვენი ბიძაშვილი, არც ისიც ესევე გარდაიცვალა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საწინააღმდეგოს ამბობენ. ისინი დამიდგინეს პროსტატის კიბო. ნუ მითხეს რომ კიბოა და ამის შვედა ცოტა ძალიან ძნელი იქნებაო და ნუ როგორმე სადამი ცოცხლები ცოცხლება. დღეს აი ფიზიკურად მუშაობ ვარ ჯერჯერობით ცოცხალი. ჩემს შვილს ავთვისებიანი სიმსივნე მეორე სტადია ჰქონდა მკერდზე. ავთვისებიანი სიმსივნისგან განიკურნა. დაუბრუნდეთ ისევ ხმაურიან პრესკონფერენციას, სადაც გაგნიძემ სწორედ ის პაციენტები მიიწვია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ განიკურნენ. ფენახათიერი შემოსულები. გაჩერდი, გამიჩერდი. არ შეიძლება გაჩერდი, არ შეიძლება რომ გაჩერდი. Я извиняюсь, что вы так говорите? Вот мои анализы. საბუთი რომ უკუჩვენებები არ გააჩნია. უკუჩვენებები ჩემ წამას არაფერი არ გააჩნია. გაგატან თუ თქვენ იმაში აღმოაჩენთ რამეს, რაც ადამიანის ორგანიზმს თუდად ეხება, თუ გინდა შუბში ტყვია დამახალეთ. უნარობიდან გამომდინარე, პირი გამოიხე ხომ, გამიგე და ისე ილაპარაკონ დომენტი გაგნიძეზე, რატო იცი? წმენას ნუ მიბუჭებენ და მე მჯერავს ამ ადამიანს და ამ კურნალობის, რომ მაგ კურნალობა დამაყენა ფეხზე. იაფერისტი არა ვარ. მე მინდა ხალხისთვის ესწამალი. გამომეცხადა ანაფურაში გამოწყებული ადამიანი. რა ვიცი, ანაფურაში ჩვეულებრივ საეკლესიო პირი რა. გამომეცხადა და უკან უდგევარ ზურგის ხიდან მე. ზურგის ხიდან უდგევარ. ხო და მეუბნება ჯოხი უჭირავ ხეში და მეუბნება აი ეს ბალახები. წადი მთათუშეთში. ეგ არის შენი წამალი. სიზმარში ნანახი წვერებიანი კაცის რჩევის საფუძველზე მომზადებულ წამალს არასერიოზულად აღიქვამენ სამედიცინო სფეროში. პროქტოლოგი გელა მუხაშავრია კი გაგნიძეს ტყუილში ადანაშაულებს. მუხაშავრია ერთ-ერთი იყო სამედიცინო სფეროდან, რომელმაც ჩვენს წინა გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. მახსენა სამჯერ 1985 წელს პროფესორმა გელა მუხაშავრიამ გამსინჯა, დამიდგინა კიბოს დიაგნოზი, მე არაფერი არ მითხრა, უთხრა იმას რა ქვია, ჩემს ნათესავებს და წაიყვანა სახში და მოკვდება თავისით. ჩერერთი და მე ამას გაგრძელება მოყვება. ესე იგი მე მივედი სახლშიო მეო, ნახე ვიღაც წვერიანი კაციო, წვერიანმა კაცმაო, მითხრაო, აი გამოვყევი მე და ბალახს გაჩვენებ. თუ არ იცრუა, მაშინ მომიტანოს ის მე რო დიაგნოზი დაუწერე მაშინ. ხო ამბობს ის მის სტადიებში ამბობს რომ ფიქსირებულია რესპუბლიკის ავადმყოფოშიო. ერთი ხელზე უნდა გქონდეს მას ფიქსირებული, ყველა ავადმყოფოს ვაძლევ მაგას. მეორე რესპუბლიკის ავადმყოფოში და იყოს ფიქსირებული. მესამე ერთი მომიყვანოს კიბოენი ავადმყოფი, ნახავ კიბოა, მე უკუნალოს და მეტყვი. საღოლ დომენტი გაიმარჯვე შენ კიბოზე ვეთქვი. თუ სიმართლეა ხო გეუნები, თქვენს გეუნებთ იმას რომ და გეუნებ თელ საზოგადოებას. დაობეჭდა სპეციალურად ევროპის დიდ ჟურნალში მაგას. თუ არა და მაშინ იცრუა. გაგნიძის პრეპარატები ვეტერანთა ჰოსპიტალში გამოიყენეს. სცენარეული წამალი 29 პაციენტმა მიიღო. აი რას ამბობს ჰოსპიტალის დირექტორი. ჩატარებული კურნალობის კურსის შემდეგ კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობეს და საერთო მდგომარეობა გაუმჯობეს და გუნებგანწყობა გაუმჯობეს და პაციენტების და დადასტურდა გაუმჯობესება ლაბორატორიული მონაცემებითაც. მაგრამ ახლა აქ განკურნებაზე, დაავადების სრულ განკურნებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. შეფესე დომენტი გაგნიძის სამკურნალო ცენტრს ინტერნეტში საკუთარი საიტი აქვს. მისი პროფილია გახსნილი Facebook-ზეც. საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით დომენტი გაგნიძემ სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიებისგან საპატიო წევრობა, დიპლომი და აკადემიკოსობა მიიღო. მაგრამ ასეთი აკადემიების არსებობის შესახებ ჩვენ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. ოფისები გაგნიძემ თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გახსნა. ერთი ფლაკონი პრეპარატი 200 ლარი ღირს. სახალხო მკურნალი პაციენტს მინიმუმ 3ჯერ მიღებას მაინც ურჩევს. ჯამში შეთავაზებული კურსი ავადმყოფს 600 ლარი უჯდება. 800,000 ადამიანი მაინც ხმარობს ჩემ წამას. ამათგან ნახევარზე მეტი სულ მუქტად იწური. თუ სახალხო მკურნალის მიერ 4 თვის წინ ნათქვამ ამ სიტყვებს ვირწმუნებთ, დომენტი გაგნიძის კაპიტალი მილიონებს შეადგენს. და ჩვენ განვაგრძობთ საუბარს დომენტი გაგნიძის პრეპარატების შესახებ, დომენტოლისა და გაგენოლის შესახებ.
სამწუხაროდ თავად დომენტი გაგნიძე არ მოვიდა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში, მიუხედავად მრავალი მოწვევისა, არც მისი წარმომადგენელი არ მოვიდა, თუმცა ჩვენ მისი პოზიცია შეგვიძლია მოვისმინოთ კიდევ ერთხელ, მან წინა გადაცემაში, ამ თემაზე მომზადებულ წინა გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, ვრცელი ინტერვიუ მოგცა მაშინ და იმ ციტატებს და იმ ინტერვიუს ჩვენ გამოვიყენებთ დღეს და ვიმშელებთ ამის შესახებ, რაც მან თქვა იმ გადაცემაში. ახლა კი წარმოგიდგენ ჩვენს სტუმრებს, ბატონი რემა ღვამიჩავა, ონკოლოგი, მოგესალმებით ბატონ რემა, დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. ბატონი გურამ მენთეშაშვილი, პროფესორი, ონკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მოგესალმებით, დიდი მადლობა ასევე თქვენ გადაცემაში მომბრძანებისთვის და ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ნიკოლოზ გონგაძე, პროფესორი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ასეთი გრძელი სახელწოდებაა, მაგრამ უნდა თქვა ბუნებრივია თავიდან ბოლომდე. ეხლა პირველი შეკითხვა მინდა დაუშვა ბატონ რემას. ბატონ რემა, სამედიცინო სფეროში დღეს, აი ამდენი ხანი გავიდა, რაც პირველ გადაცემაშიც მონაწილეობდით თქვენ, თუ არის უკვე მკაფიოდ, მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას, ან მიიღონ ეს პრეპარატები, ან არ მიიღონ? მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პირადი და არა მარტო ჩემი, ჩვენი კოლეგების, ონკოლოგების საერთო აზრი, რომელიც არა მარტო ამ პრეპარატს შეეხება, რომ ჩვენ შეგვიძლია პრეპარატი ნებისმიერი ავტვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ ურჩიოთ მოსახლეობას მხოლოდ მას შემდგომ, რაც ჩვენ გვექნება ამის მტკიცებულება შესაბამისი ლიცენზიების სახით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პრეპარატებს, რომელზეც დღეს ჩვენ მეორედ შევიკრიბეთ უკვე, ჩვენი დაკვირვებით, მხოლოდ დაკვირვებით, ჩვენ სხვა მეც ვერაფერს ვერ ვიტყვით, ამ პრეპარატების მიღების შემდგომ არანაირი სასიკეთო ეფექტი პაციენტების ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ ვერ აღვრიცხეთ. სამწუხაროდ გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც ამ პრეპარატების ფონზე იმ პირობებში, რომ უარი თქვეს პაციენტებმა ქიმიოთერაპიაზე, სხიურ თერაპიაზე და ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ონკოლოგიაში დღეს იხმარება არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, გაუარესდა მათი მდგომარეობა მკვეთრად და ჰქონდა არაერთი ლეტალური შემთხვევა. მხოლოდ დაკვირვება ამ შემთხვევაში ბატონ რემა საკმარისია, თუ რაღაც ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს, თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ პაციენტები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იღებენ ამ წამალს და შემდეგ ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ამან უშველა, ზოგიერთი ამბობს, რომ კიდევ უფრო დაუმძიმდა ავადმყოფობა. რაც შეეხება სხვა ბერკეტებს, სამწუხაროდ ჩვენ ვართ კლინიცისტები, ჩვენ ვართ ექიმები, ჩვენ სხვა ბერკეტები ჩვენ ხელთ არ არის. ვის ხელშია ბატონ გურამ ბერკეტები ამ შემთხვევაში მინდა გკითხოთ. როგორ დაუცველი გამოდის ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ მიიღო ეს პრეპარატი და შემდეგ აბრალებს ამავე პრეპარატს, რომ დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბატონო, მე ორ სიტყვას ვიტყოდი ექიმების მუშაობის შესახებ. გეტყვით, მე ქირურგი ვარ, 38 წლის სტაჟით ქირურგი ვარ. მე დღეს რომ გავაკეთო ოპერაცია, რომელიც მე კომპეტენციაში არ მეწერია, თქვათ, ძვლებზე გავაკეთო ოპერაცია, მე 1000 ლარი დამაჯერებები და ეგ ლიცენზია შემიჩერებენ. ანუ ჩვენ მარეგულირებულ ორგანოს შეუძლია მხოლოდ ექიმებზე იმოქმედოს. და ექიმებს შეუძლიათ მხოლოდ გამოვიდნენ და ასე ვთქვათ, პრესით თუ ტელევიზიით განაცხადონ თავისი სიმართლე. რაც შეეხება მოქმედებას და შეჩერებას, ვიღაცის შეჩერებას, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ეს უფრო სამართალდაცვავი ორგანოების საქმე უნდა იყოს. რამე თუ ეს პიროვნება, რომელსაც არც სამედიცინო განათლება გააჩნია, აღარ ვლაპარაკობ ლიცენზია და კომპეტენციებზე, სამედიცინო განათლება საერთოდ გააჩნია, სიზმარში ნანახი რაღაცა ბალახით შეუძლია ათასობით ადამიანი გაუბედუროს. ნუ არ ვიცი რა რომელ ჩარჩოში შეიძლება ჩაეტიოს ის, რომ ადამიანი იღებს თავის თავზე იმას, რაც არ შეუძლია გააკეთოს. მაგრამ ბატონ გურამ, გაცემულია ლიცენზია, მართალია ლიცენზია შეიძლება სხვა მიმართულებით არის გაცემული და შეიძლება სულ სხვანაირი დანიშნულებით იყიდება წამლები, როგორც ბევრი ფიქრობს უკვე. მაგრამ მაშინ რატომ გაიცა ლიცენზია? მაშინ ხომ არ უნდა იყოს კონტროლი ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, რა ხდება და როგორ სახდება ეს წამლები? მოგახსენეთ ბატონო, ახლა მაღაზიას გეტყვით, ლიცენზია არის გაცემული არა როგორც წამალზე, წამლის ფორმა ეს სულ სხვა რაღაცაა. წამალმა უნდა გაიაროს ძალიან ბევრი პროცედურა უნდა გაიაროს, მანამ წამლის ფორმას მიიღებს. მათ შორის არის სინჯარაში გამოკვლევა, ცხოველებზე გამოკვლევა, ვოლონტერებზე გამოკვლევა და ასე შემდეგ.
იქ სანამ იდეა წამლამდე მივა, ხანდახან 10 წლები გადის. ამ შემთხვევაში წინა დღეს დანახის იზბარი მეორე დღეს მოხარშული ბალახი და მესამე დღეს პირდაპირ ავადმყოფს მიცემული რაღაცა წამალი, ეს წამალი არ არის. ეს არის პარასამედიცინო საშუალება. აი ბატონ გურამ, ერთი წამით მე მინდა მოვისმინოთ თუ რას ამბობს დომენტი გაგნიძე, თუ როგორ კურნავს ის შიცი დაავადებულებს და შემდეგ თქვენი პოზიცია ინტერესებს. ჩვენ შეგვიძლია ეს ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირველი გადაცემა მომზადდა ამ თემაზე და მოდით მოვუსმინოთ და შემდეგ თქვენ განაგზეთ ისა. მე 120 ადამიანი მაინც ამყავ გაფანტული სკლეროზიანი განკურნებული და სიმსივნეებზე კიდე ძალიან ბევრი. აი შეგიძლიათ გითხრათ რა სტადიებზეა ლაპარაკი, რომელი სტადიიდან იწყება თქვენი წამლით კურნალობა? შემიძლია გითხრათ ყველაფერი. ჩვენ არავის არაფერს არ ავპირდებით პირველ-მეორე სტადიის ზევით. პირველ-მეორე სტადიის ზევით არავის არაფერს არ ავპირდებით, მაგრამ ჩვენი წამლით მე გეუნები ძალიან ბევრი მოდიან კმაყოფილები მესამე-მეოთხე სტადიის დროს. ჩვენ ამ წამლით შეგვიძლია ხალხთა საშუალო სიცოცხლე ავიყვანოთ 100 წლამდე. ჩვენ ამ წამლით შეგვიძლია საერთოდ ავადმყოფობა მოვსწროთ. ჩვენ ამ წამლით შეგვიძლია ადამიანის ორგანიზმიდან 12 დაავადება ერთდროულად გამოვიტანოთ. შეგვიძლია ხალხო. აი ბატონ გურამ, რა შეგიძლიათ, რა კომენტარი შეგიძლიათ თქვენ? კომენტარს გავაკეთებ ასეც, მე მოუწოდებდი მოსახლეობას ლოგიკას მოუხმონ და დააკვირდნენ. შეიძლება ერთ-ეგივე წამალმა განკურნოს გაფართული სკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, შიცი და კიბო და კიდე სხვა დაავადებები. აბსოლუტურად სხვადასხვა ორგანოებზე წარმოქმნილი, სხვადასხვა სისტემებში წარმოქმნილი და სხვადასხვა მიზეზით წარმოქმნილი დაავადება ერთი და იგივე წამალით უნდა უკურნალოს. ლოგიკას მოკლებულია ეს. აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას. გასაგებია თქვენი პოზიცია. ბატონ ნიკოლოს მინდა დაუსვა შეკითხვა. ბატონ ნიკოლოს, ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ, როგორ მოხდა ამ ლიცენზიის გაცემა და რა ხდებოდა ლიცენზიის გაცემის შემდეგ და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რა ხდებოდა ლიცენზიის გაცემამდე, იყიდებოდა თუ არა მანამდეც ეს პრეპარატები. ეს საშუალება გახლავთ, როგორც ბრძანა ბატონმა რემომ, პარასამკურნალო საშუალება, რომელიც საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირდება მხოლოდ ნაწილობრივ, ანუ მისი რეგისტრაცია გახლავთ ნებაყოფლობითი, იგი შედგება სცენარეული ინგრედიენტებისაგან და როდესაც აპლიკანტმა მომართა შესაბამის სამსახურს, ამ საშუალებაზე შედგა ფარმაკოპეული სტანდარტი, გამოკლეული იქნა მისი უსაფრთხოება და ნაწილობრივი ეფექტურობა შეზღუდულ კონტინგენტზე გარკვეული ჩვენებებით, რომლებიც შემდეგ დაფიქსირდა გამოყენების ინსტრუქციაში. ეს გახლავთ სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებითი დაავადებანი. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს, როგორიც არის ავთვისებიანი სიმსივნეები, აქ გაიჟღერა შიცმა და სხვა დაავადებებმა, ბუნებრივია, რომ ისინი არ ფიგურირებენ გამოყენების ინსტრუქციაში და აქედან გამომდინარე, აპლიკანტის მიერ ამ ჩვენებებით გამოყენება, რბილად რო ვთქვათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის და გახლავთ დარღვევა. რაც შეეხება კანონს, ვინაიდან აპლიკანტმა, ანუ ავტორმა, ბატონმა გაგნიძემ დაარეგისტრირა ეს წამალი გარკვეული ჩვენებით, როდესაც მას უნდა გამოიყენოს წამალი დამატებითი ახალი ჩვენებით, საჭიროა, რათა კვლევა იქნას ჩატარებული მით უმეტეს ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორც გახლავთ ავთვისებიანი სიმსივნეები. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ვინაიდან აპლიკანტს არ გააჩნია სამედიცინო განათლება, მას არ ესმის, რომ მის მიერ გამოყენებული საშუალება არ შეიძლება იყოს პანაცეა ყველა ონკოლოგიური დაავადებებისათვის, იმიტომ რომ თუნდაც კლასიკური ანტიკანცეროგენული პრეპარატები გამოიყენებიან კონკრეტული სიმსივნეების დროს. არ არსებობს ესეთი პრეპარატი, რომელსაც აქვს უნიფიცირებული გამოყენება ყველა ბატონ ნიკოლოს, მოდით მოვისმინოთ, რას ამბობდა ლიცენზიასთან დაკავშირებით ბატონი დომენტი გაგნიძე, როგორ მოიპოვა მან ლიცენზია და შემდეგ მინდა ასევე თქვენ განაგრძოთ ამ თემაზე საუბარი. როგორ მოიპოვეთ ლიცენზია? გაგიჭირდათ, დიდი ხანი იბრძოდით ამისთვის? 6 წელიწადი ვდიე. როგორც იყო მივახციე და მომცეს ლიცენზია. ვენაცვალე ჩემ მედიცინასაც თვითონ
სულ ყველას წამლის სააგენტოში სულ ყველგან დიდებულად მოიხსნეს. დღეს საქართველოში 800,000 ადამიანი მაინც ხმარობს ჩემ წამას. ამათგან ნახევარზე მეტი სულ მუქთად იცოდეთ. 6 წელი დამჭირდაო იმისთვის რომ ლიცენზია მომეპოვებინა. რა ხდებოდა ამ 6 წლის განმავლობაში? ან მანამდე რატომ არ აძლევდნენ, ან შემდეგ რატომ გადაწყდა რომ წამლის სააგენტოს მიეღო ესეთი გადაწყვეტილება? შეგიძლიათ აგვიხსნათ მთელი ეს პროცესი, რაც ხდებოდა ლიცენზიასთან დაკავშირებით? ლიცენზიასთან დაკავშირებით ხდებოდა ის, რომ როდესაც პირველად მომართა სააგენტოს აპლიკანტმა, მას აუხსნეს თუ რა ეტაპები იყო გასავლელი ამ წამლის ლეგიტიმიზაციისათვის. ბუნებრივია რომ აპლიკანტი არ იყო საქმის კურსში, დასაწყისში იგი ამას ყველაფერს არ დაეთანხმა, ვინაიდან მისივე განმარტებით მას გააჩნდა ცალკე დიდი გამოცდილება პაციენტებზე ამ წამლის გამოყენების, რაც რასაკვირველია ჩვენ დაუშვებლად მივიჩნიეთ. და რა ზომები გატარდა ამისთვის? თუ კი ლიცენზია არ ქონდა და ამ პრეპარატს მანამდე იყენებდა. არა, ეს იყო მხოლოდ მისი კულუარული ინფორმაციით, ეხლა არანაირი ჩვენ რაიმე საბუთი ამის შესახებ არ გაგვაჩნდა, ეს იყო მისი უბრალოდ ზეპირი განცხადება. მაგრამ ეს არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ რაღაც დაწყებულიყო თუნდაც ამ საკითხის გამოძიება, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას. მას არ დაუსახელებია პაციენტების ციფრი, მან დაასახელა ცალკეული რამოდენიმე პაციენტი, თუნდაც მის მიერ გაჟღერებულ მრავლობის სკლეროზის მკურნალობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენ ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ ტარდებოდა ცდები ავადმყოფებზე, ისე რომ შესაბამისი ნებართვა არ არსებობდა. არა, მე ვერ გეტყვით ის რას ატარებდა მაგალითად თავის რაიონში, სადაც იგი ცხოვრობს, ამას ეხლა პირადად მე და სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი, ეს ალბათ უფრო სხვა ორგანოების მე ერთი რამ მაინტერესებს თელავ შეკითხვებს, იმიტომ ვსვამ, რომ რის საფუძველზე გაიცა ლიცენზია, რა იყო მთავარი გადამწყვეტი, რის გამოც ლიცენზია გაიცა ამ წამალს? ნებისმიერ აპლიკანტს შეუძლია მომართოს ფარმაციის სამმართველოს გარკვეული ვარაუდით მის მიერ შექმნილი წარმოებული საშუალების შესახებ. ამის შედეგად წამლის ფარმაცევტული საქმიანობის სამმართველო შეისწავლის ამ საკითხს, გადასცემს შესაბამის სპეციალისტებს, შესაბამის ორგანიზაციებს ყველაფერ ამის შესასწავლად. და ლიცენზიის გაცემის შემდეგ ხდება კონტროლი, ვთქვათ მე დავარეგისტრირე რაღაც პრეპარატი, რომელიც სულ არ ყურნავს, ვთქვათ, გაფანტულ სკლეროზს, მაგრამ გავავრცელე ხალხში ისე რომ თითქოს ყურნავს. ამას ვინ აკონტროლებს, ბატონო ნიკოლოზ? როდესაც საქმე შეეხება წამალს, კანონით იგი რეგულირდება და მხოლოდ არაერთი კანონით, რამოდენიმე კანონი არეგულირებს წამლის მიმოქცევას საქართველოში. ეს გახლავთ კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, ლიცენზირების კანონი, ადმინისტრაციული კოდექსი, კანონქვემდებარე აქტები და სამთავრობო დადგენილებები. რაც შეეხება პარაფარმაცევტულ პროდუქტებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში ბატონი გაგრიძის მიერ დამზადებული, უпростоრედ შექმნილი საშუალება, იგი არის პარასამკურნალო საშუალება და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იგი ნებაყოფლობით რეგისტრაციას საჭიროებს. უпростоრედ ნებაყოფლობით რეგისტრაციას ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, პოსტ-მარკეტინგული მონიტორინგი ბუნებრივია, რომ ასეთ საშუალებებზე სუსტია და კანონით არ ვრცელდება. ისე როგორც ეს რამდენად გამართლებულია, რომ არ ხდება ასეთი რამ კანონით, როდესაც მე მოგახსენებ, სხვათა შორის მსგავსი სიტუაცია არ არის მხოლოდ საქართველოში, ასეთი შემადგენლობის საშუალებები ძალიან მრავალ ქვეყანაშიაც, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მართალია იქ არ არის ზუსტად ასეთი ფორმულირება, როგორც პარასამკურნალო საშუალება, მაგრამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით ისინიც აუცილებელ რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან, მათზე აქტიური მონიტორინგი არ ხორციელდება თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათზე გაიცემა ეგრეთ წოდებული free sale სერტიფიკატი, ანუ თავისუფალი გაყიდვის სერტიფიკატი და მხოლოდ რეკლამაცია აღიძვრება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მიადგა რაიმე ზიანი და შესაბამისი სარჩელი შეიტანა მან, მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ხოლმე უკვე სამედიცინო და სამართლებრივი გამოძიება. გასაგებია, მადლობთ ბატონებმა, რა გამოსავალს ხედავთ პირადად თქვენ? აი არსებობს ადამიანების ერთი ნაწილი, რომელიც ამტკიცებს, რომ განიკურნა რაღაც დაავადებებისგან, მეორე ნაწილი ამბობს, რომ
საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა ამ წამლის მიღების შემდეგ. გამოსავალს მე ვხედავ ერთს. მე წინა გადაცემაში ვცდილობდი ძალიან რბილი ყოფილიყავი, რამე თუ ბატონი გაგნიძე უბრალოდ ასაკით არის ადამიანი, რომელსაც ასაკს უნდა სცე პატივი. მე მას ვთხოვე და მოუწოდე, რომ ცოტა სერიოზულად მიდგებოდა იმ განცხადებებს, რასაც თვითონ აკეთებს, სამწუხაროდ მან ეს არ შეისმინა. მე შემინა მხოლოდ თქვა ერთი, რომ მე მინდა მოუწოდო მოსახლეობას. ყველა შემთხვევაში საბოლოოდ ეს მათი არჩევანია. რა მკურნალობას ჩაიტარებენ, საერთოდ ჩაიტარებენ თუ არა მკურნალობას. მე მინდა მას მივმართო აბსოლუტური სერიოზული გულწრფელი თხოვნით. ნუ დაუჯერებენ აი ესე დაუსაბუდებელ ფაქტებს, რამე თუ ამის შემდგომ ძალიან ბევრი პაციენტი წარედ ნანობს ამას. და ძალიან ბევრ პაციენტს უკვე დროც აღარ აქვს, რომ ინანოს ამის თაობაზე. რაც შეეხება ბატონ გაგნიძეს, მე მინდა მას მივმართო ყოველგვარი ასე ვთქვათ, ღიმილის და დაცინვის გარეშე. ბატონმა გაგნიძემ განაცხადა, რომ იგი პირველ-მეორე სტადიაში მკურნალობს და მესამე-მეოთხე სტადიას არ ერევა, ან რაღაცა მსგავსი. ასევე მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სტატია, რომელიც სხვათა შორის ეწერა, რომ თურმე მე და ბატონი გელა მუხაშავრია ჩავსულ ვართ მასთან თელავში, მე მინდა ყველამ იცოდე, რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ბატონ გაგნიძე მე გავიცანი, სატელევიზიო გადაცემი და პირადად მას არ ჩევხედრი ვარ და მინდა ვთქვა აქვე, რომ იქ წერს, რომ მისი პრეპარატი მეტასტაზებს დედას ტირობს. აი ამ ფორმულირებით. მე მინდა მას შევთავაზო. ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით ამას, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, თუ იგი გამონახავს დროს, იგი მოუცლელია როგორც მე ვიცი და ჩამოვა ჩვენთან ონკოცენტრში თუ კათედრაში თუ ნებისმიერ ადგილას, ჩვენ მას მარტივად აუხსნით, რა არის პირველი სტადია, რა არის მეორე სტადია, რა არის ქიმიოპრეპარატის ან ნებისმიერი პრეპარატის ან მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი სრული ეფექტი, ნაწილობრივი ეფექტი, რომ მას უფრო ექნება შედარებით აკადემიური განათლება, შედარებით წარმოუდგენა, თორე განათლებას მე ვერ ვიტყვი, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობას ვეუბნები, რომ ნუ ირწმუნებენ ისინი ესეთ მარტივ გზებს, ეს მარტივად რო ვთქვათ, რომ ტყუილია და ხალხის მოტყუება, ხოლო ბატონ გაგნიძეს მე ძალიან ვცდილობ, რომ რბილი ვიყო და ამიტომ ვიძახი ბატონ გაგნიძეს მისი ასაკის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ უკვე აღარ ვთხოვ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ არის ბიზნესი ამ ქვეყანაში, თან არასწორი ბიზნესი მე მიმაჩნია, არის ღმერთი. და არ შეიძლება ესე მარტივად ხალხის ბედზე თამაში. ბატონ რემა, მე და ბატონ გურამ კიდევ მინდა მოვისმინოთ ერთი ეპიზოდი, რადგან არ მოვიდა დღეს ბატონი დომენტი, ძალიან სამწუხაროა ეს ჩემი აზრით და არც მისი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად ჩვენ სტუდიაში მოგვეყვანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ მინდა ისევ წინა გადაცემაში მოცემული ინტერვიუდან ერთი მონაკვეთი მოვისმინოთ. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ წამალს უკუჩვენება მილიგრამებით არაფერი არ აქვს და მაგით ადამიანს ვერავის ვერაფერ დაუზიანებ, ვერაფერს დაუშავებ. როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი დაგვაზარალა დომენტოლმა და გაგენოლმა, როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ ნამდვილად ამ პრეპარატებმა დააზარალა? ან მეორე ნაწილი, როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ ნამდვილად ამ პრეპარატებით განიკურნენ? მაგისათვის არსებობს კვლევების, მთელი კვლევების სპექტრი არსებობს, რომელიც უნდა ჩატარდეს, სანამ პრეპარატს დაერქმევა წამალი და წამალსაშუალება, უნდა ჩატარდეს კვლევა ყველაფერზე, ტოქსიურობაზე, უკუ ეფექტებზე და ასე შემდეგ. ახლა ბატონი დომენტი რომ ეძახის, ჩემს წამალს უკუჩვენება არ გააჩნიაო. ჩვეულებრივი სასმელ წყალსაც არ გააჩნია უკუჩვენება, მაგრამ წყალით მკურნალობენ რამეს? არ მკურნალობენ. წამალს აქვს თავისი დომინაცია, როდის ვიტყვი წამალია, ამაში რაღაცა ჩადებულია. წამალმა რაზე უნდა იმოქმედოს თავის მექანიზმები. ამას შესწავლა ჭირდება და ზეპირად თქვა, რომ ჩემი წამალი კურნავს ყველაფერს, ეს შეუძლებელია, ამას ვერ იტყვი. მე არ მინდა ხალხს წარმოექმნას ესეთი შთაბეჭდილება, თითქოს ოფიციალური მედიცინა ებრძვის უნიჭიერეს ადამიანს, სახალხო მკურნალს და ასე შემდეგ. თუმცა დომენტი გაგნიძე სწორედ ამას ამბობს. არ მივძვი ჩვენ მას. ჩვენ მას შევთავაზეთ კიდევაც. ნუ რადგან ასე ვთქვათ, უკვე არის გაჟღერებულია და ხალხში ცნობილია, რომ არსებობს ესეთი დომენტი გაგნიძე, ჩვენ ვთქვათ, მოიტანეთ თქვენი პრეპარატი და ის კვლევები, რაც ჩასატარებელია, ჩავატაროთ, კლინიკური კვლევები ჩავატაროთ, რომ თუ არის წამალი, წამალი იყოს, თუ არა ეს წამალი, თქვათ, რომ არა ეს წამალი. ბატონ რემამ სწორედ თქვა, ღმერთის ხუნდა გწამდეს ადამიანს სანამ გააუბედურებ და სანამ იქამდე მიიყვან, რომ საფლავის ძირამდე რომ მიიყვან ადამიანს, მანამდე ხუნდა იცოდე, რას აკეთებ ადამიანი. ეს ვთავაზობთ გამოკვლევას. არა პირდაპირ
წესი არსებობს, ხო, ყველაფერს აქვს თავისი წესი. წესია წამლის გამოყენებამდე მისი გამოცდა უნდა ჩატარდეს. ჩავატაროთ გამოცდა. არ ვიცი, ვინ დააფინანსებს, სახელმწიფო დააფინანსებს, თვითონ დომენტის ინტერესში უნდა შედიოდეს, დააფინანსოს და მიიღოს სტატუსი, თუ მართლა წამალია. ჩვენ არ ვიძახით არაფერს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ფაქტები და თუ ვისმე საინტერესებს და დაინტერესდება, ვფიქრობ, ვიღაცა დაინტერესდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული რაოდენობა აღრიცხული, ვინც მოვიდა ჩვენთან პირველ-მეორე სტადიაში, მერე წავიდა ბატონ დომენტისთან, რამოდენიმე თვე იმკურნალდა და ჩვენთან მოbrunდა მეოთხე სტადიაში. ნუ პირველ სტადიაში და მეორე სტადიაში მივიდა მასთან, რატო ვერ განკურდა? გარანტიებს რომ აძლევდა, რატო ვერ განკურდა? ის დაბრუნდა ჩვენთან მეოთხე სტადიაში. და ეხლა ამ წუთას მარტო ტკივილ გაყუჩებას იკეთებს. განკურდების შანსი მეოთხე სტადიაში დაბრუნდა, იმიტომ რომ უბრალოდ დრო დაიკარგა, ყველაფერში თუ დაამძიმა, ასე ვთქვათ, მაგას ჩვენ ვერ ვითხოვთ, მაგას შესწავლა ჭირდება. ჩვენ ვნახეთ დროში, რომ მოვიდა ადამიანი დამძიმებული. დაკარგა დრო. ანუ მკურნალობის ის საყოველთაოდ სოფლიოში აღიარებული მეთოდებზე თქვა უარი და იმკურნალა, ასე ვთქვათ, სახალხო მკურნალთან. შედეგი სავალალოა. გასაგებია და დასასრულისკენ მინდა წავიყვანო ჩვენი საუბარი. ბატონ ნიკოლოს მინდა კიდევ ერთხელ დაუსვა შეკითხვა. ბატონ ნიკოლოს, დადგება თუ არა ლიცენზიის გაუქმების საკითხი? პირველ რიგში აქ იქნება გასახიველი რამოდენიმე ასპექტი. თუ რა დარღვევა არის ამ შემთხვევაში. ფარმაკოლოგიური თვალთახედვით მე მოგახსენეთ, რომ არის დარღვეული ჯერ ერთი გამოყენების სფერო და ყველაფერს თავიდანებოთ ეთიკურ მორალური ასპექტები. იმას, რასაც ჩვენ ვეძახით უпроსწორად, რასაც ბატონი დომენტი გაგნიძე ეძახის კურნალობას, ეს პრაქტიკულად კურნალობა არ არის. ეს გახლავთ ადამიანზე ჩატარებული გამოცდა, ანუ ამ შემთხვევაში ექსპერიმენტი. ადამიანზე ექსპერიმენტის ჩატარება, თუნდაც სავარაუდო, თუნდაც რაღაცა სტერეოტიპი კონდეს აპლიკანტს ჩამოყალიბებული, არ შეიძლება. იმიტომ რომ როდესაც ტარდება, როგორც მოგახსენეთ, აგერ ჩვენმა კოლეგებმა, ბატონმა გურავანმა, ბატონმა რემომ, სანამ ჩატარდება ოფიციალური კლინიკური აპრობაცია, რომელზედაც წესით უნდა გაიცეს ნებართვა და ჩვენი სამსახური, სალიცენზიო სამსახური, რომელიც შედის რეგულირების სააგენტოში, გასცემს ამაზე ნებართვას, მანამდე ონკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში განსაკუთრებით ყველაფერ ამას უნდა წინ უსწრებდეს ექსპერიმენტული კვლევა სიმსივნის მოდელებზე და თუ ეს ყველაფერი დადასტურდება ექსპერიმენტში, ამ საშუალების ეფექტურობა და დამუშავდება სტატისტიკური მეთოდებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ მონაცემების ექსტრაპოლირება კლინიკაში ამ საშუალების გამოსაცდელად. ამისათვის უნდა შედგეს სპეციალური პროტოკოლი, ოქმი გამოსდის, რომელსაც თვითონ ონკოლოგები ადგენენ, უთანხმებენ შემდეგ შესაბამის სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ნებართვა იმ კლინიკაზე, რომელსაც გააჩნია ამის ჩატარების კომპეტენცია. ამიტომაც ძალიან ხმამაღლა ნათქვამია სიტყვა მკურნალობა. მე ამას ვერ ჩავთვლი მკურნალობად, ეს არის ელემენტარული გამოცდა მისი საშუალების ავტორის მიერ, რომელმაც არ იცის და მას არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია, გარდა თავისი ეგრეთ წოდებული დაკვირვებისა, რომ ამ პრეპარატს გააჩნია ანტიკანცეროგენული რაიმე პოტენციალი. უფრო მეტიც, მსოფლიო მასშტაბით დამეთანხმებიან კოლეგები, სიმსივნის საწინააღმდეგო კვალიფიკაცია რომ მიენიჭოს საშუალებას, ყველაზე მკაცრ გამოცდას განიცდის იგი, ვინაიდან მან უნდა გამოიჩინოს ეფექტურობა სტატისტიკურად 90-95% შემთხვევებში. ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის უნდა იყოს მტკიცებითი მედიცინის მონაცემები, იმიტომ რომ აქ არის იურიდიული ასპექტები, აქ ეხება საკითხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ვინაიდან შემდგომში რასაკვირველია ყველა დაავადების დროს უნდა გადავარჩენოთ, მაგრამ ონკოლოგიურ დაავადებებში მოგეხსენებათ, რომ მკურნალობის შემთხვევაში დრო მეტად ლიმიტირებულია და ის ძვირფასი დრო არ უნდა იქნეს დაკარგული. აქედან გამომდინარე, მოთხოვნები არის ყველაზე მკაცრი. ამიტომაც ეს არის ყველაფერი ილუზია, თუნდაც რომ ავტორს ეჩვენება, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც იგი ლეგიტიმიზაციას გაუკეთებს ამ მიმართულებით ამ საშუალებას, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ ეს არ არის პირადად ჩემზე დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული მთლიანად ჩვენ სამსახურზე და არც ერთი სამსახური არ გასცემს ნებართვას, რათა მონოთერაპიის სახით იქნეს ეს საშუალება გამოყენებული,
თუ არ იქნება ძალიან მაღალი ხარისხის ვიმეორებ მტკიცებულებითი მონაცემები ექსპერიმენტში მიღებული მონაცემების ამას სჭირდება სპეციალური ექსპერიმენტული მოდელების შექმნა. სიტყვებს რომ მოკლე რეზუმე გავუკეთოთ, ლიცენზიის, ასე ვთქვათ, სხვა მიზნით გამოყენებასთან გვაქვს საქმე, არასწორი გზით ლიცენზიის გამოყენება. ბუნებრივია ამ შემთხვევაში არასწორი გზით არის გამოყენებული და სახიფათო ის არის რომ ეს არ არის მაგალითად გამოყენებული ისეთი დაავადებების დროს რომლის დროსაც ხიფათი არის ნაკლები. კი ბატონო, გმადლობთ და მე მინდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ბოლო შეკითხვას დავსვამ პრაქტიკულად, ბატონო, თქვენგან დავიწყოთ. წეგან დომენტი გაგრძემ დაასახელა ციფრი 800,000 პაციენტი. არ ვიცი ეს ციფრი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ სახალხო მკურნალების რაოდენობა მომრავლდა თუ არა საქართველოში, რამდენად ხშირია ეს შემთხვევა თუ დომენტი გაგნიძის გარდა სხვა შემთხვევები არ გვხვდება? პერიოდულად არის ესეთი მომართვები, რომ მათ აღმოაჩინეს პანაცეა და ის კიბოშველის სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ეს მათი აბსოლუტური უმრავლესობა 100% რასაკვირველია ან ტყუილია, ან რიგ შემთხვევაში პარანოიალური მათი იდეა, რიგ შემთხვევაში ეს უკვე ცოტა სხვასთან გვაქვს საქმე, ტყუილის გატანასთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი ინტელექტუალური პოტენციალი იდება ამ პრობლემის დასაძლევად. თუ კი ვინმეს რამე საქმიანი შეუძლია შემოგთავაზოს, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, ხოლო ალბათ ესეთი ხალხი როგორც მოქალაქე გაგნიძეა, ბატონი გურამი დამთახება, არ გადის თვერო ჩვენ არ მოგვაკითხოს თითო ესეთმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, ამ საქმიანობაში ბრჭყალებში გაგნიძესგან განსხვავებით არა ნაკლებ წარმატებულება, ვისაც აქვს სურვილი რომ მოიპოვონ სახელი, რომ მათ ისინი კიბოს არჩინեն. სამწუხაროდ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, შეიძლება ითქვას ყველა, კიდევ ერთხელ ვიძახი, ან არის არასწორი იდეით შეპყრობილი კაცი, ან ცდილობს თავის ტყუილის, ასე ვთქვათ, გასაღებას როგორც პანაცეად. გასაგები ბატონ გურამ, თქვენც მინდა გითხრათ. მე მოგახსენებთ 33 წელიწადი ონკოლოგი ვარ და ამ წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი შეხვდა ჩვენ ასეთი გახმაურებული შემთხვევების და გაუხმაურებელის თავისთავად ბევრია. მე გეტყვით, ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაწყებული იყო ასეთი ვაქცინა, ტროეცკაიას ვაქცინა იყო, პრეპარატი U60 იყო. ანუ გახმო ეხლა გაგიგონიათ თვალთ პრეპარატი ACD, ცხოველების სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც კიბოს სამკურნალოდ იყენებენ, ატომღაც. და ასე შემდეგ გახსოვთ კატრექსი იყო ერთი პერიოდი აჟიოტაჟი, რომ კატრექსი თითქოს კიბოს კურნალობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში პრეპარატი კი იყო კატრექსი, მაგრამ კიბოს საწინააღმდეგო არ იყო. არმენიკუმი ხო არმენიკუმს სომხება დაამზადეს პრეპარატი, რომელიცაც თითქოს შიცი უნდა მოერჩინა და ასე შემდეგ. ანუ გეტყვით, რომ იქ სადაც პრობლემა არსებობს, ყოველთვის გამოჩნდებიან არაკეთილ სიძესიერი ადამიანები, ან მართლაც ესეთი პარანოიული იდეით შეფრთხობილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას ძალიან მარტივი გზით. გეტყვით, სოფლიოში მილიარდობით, ათეული მილიარდობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად მარტო კვლევებზე, კიბოს კვლევებზე. და პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არა, თუმცა ნაბიჯ ბევრი რაღაცა საკითხები გადაწყვეტილია და ძალიან ბევრ დაავადებებში, ბევრ ფორმებში, ამ კიბოს ფორმებში საკმაოდ კარგი შედეგებია მიღწეული. ჩვენ ყოველწლიურად დავდივართ ამ კონგრესებზე, ვისმენთ მონაცემებს, ერთმანეთს უსვლით საკუთარ გამოცდილებას და ვხედავთ, რომ კიბოს მკურნალობაში წარმატებები მიღწეული არის. მე გეტყვით, აი 33 წლის განმავლობაში, რაც მე ონკოლოგიაში ვარ, გარკვეული რაოდენობა დაავადებებისა განკურნებადი გახდა. კიბო განკურნებადი გახდა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კიბო ერთმანეთისგან განსხვავდება, ასე ვთქვათ, თავის ტვინის კიბო სხვა არის, ჰირკმელის კიბო სხვა არის, კუჭის კიბო სხვა არის, ზუზუს კიბო სხვა არის და ყველას თავისებური მიდგომა ჭირდება. ერთი პრეპარატი, ერთი პანაცეა არ არსებობს და არც იარსებობს არასოდეს. ნახოთ, რით დამთავრდება სკანდალი დომენტი გაგნიძის და მისი პრეპარატების გარშემო. დღევანდელი გადაცემა კი პრაქტიკულად ამოიწურა ჩვენი სასაუბრო დრო. ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონები რემა ღვამიჩავა, გურამ მენთეშაშვილი, ნიკოლოზ გონგაძე. ყველას მოგახსენებთ ძალიან დიდ მადლობას კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე, რა თქმა უნდა, პირველ არხზე.